მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემა ევროპარლამენტში საქართველოს მიმართ გაჟღერებული მწვავე განცხადებები. ზეწოლა, ორმაგი სტანდარტი და უსაფუძვლო კრიტიკა ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპელი კანონმდებლობის გზავნილებს ოპოზიციის განცხადებით კი არსებული პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე ევროპული ინტეგრაციის პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის არის დასრულებული. სწორედ ამიტომ აუცილებელია რომ ხელისუფლებამ პოლიტიკური კურსი შეცვალოს. ჩვენ ნახეთ გაფართოების შესახებ ანგარიში, რაც არის მნიშვნელოვანი საქართველოს ყველა რიგითი მოქალაქისთვის. ცხადია, ამ განცხადებებთან ერთად და ცალ-ცალკე გაფართოების დოკუმენტში ეწერა ძალიან მკაფიოდ. კანდიდატის სტატუსი, რომელიც აქვს საქართველოს, დარჩა მხოლოდ ფურცელზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, მანამ სანამ ივანიშვილს აქვს მიტაცებული ძალაუფლება. ჩვენ ერთგული ვართ ევროპული მისწრაფებების, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს არც საქართველოს მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე, არც ქვეყნის სუვერენიტეტის თუ დემოკრატიის ხარჯზე. არც ერთი ჩვენი ნაბიჯი არასდროს არ ყოფილა პროაქტიულად რამის კეთება, ჩვენ ყოველთვის გვიწევდა რეაქტიულ რეჟიმში პასუხისგაცემა იმ პრობლემებზე, რომლის ხშირ შემთხვევაში რომლის წყარო იყო ხოლმე თავად ბრიუსელი. ამიტომ თუ ვინმე უნდა გადახედოს ამ ეტაპზე, ეს არის ალბათ თავად ბრიუსელი ხელი აიღოს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ფათურისგან. თუ ამ ტიპის გარე ჩარევები და ზეწოლები და შანტაჟი შეწყდება, ბუნებრივია ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ თავამად დავსვდეთ დიალოგის რეჟიმზე.